შვეიცარიის სადღაც მიკარგულ სოფელში ასეთი აბაზანა დაგხვდა. აი ესეთ ლამაზ სოფელში ვართ გაჩერებულები. ყველაფერი არის ულამაზესი. ყველაფერი მოწესრიგებულია. ჯერ ქალაქში გეგონება თავი და არა სოფელში. ყველა სერვისია, ყველაფერი განვითარებულია და გზები არის, რა ვიცი. ეგეთი გზები თბილისში არ გვაქვს. გამოვედით ეხლა გარეთ 12 საათია. ძალიან ლამაზი არის აკაურობა, მიგრები, სახლები, მთები, რა ვიცი. ყველაფერი ძალიან ლამაზია აქეთაც. ულამაზეს გარემოა. ერთ-ერთი ტბის სანახავად მოვედით, რომელიც ულამაზესია, მაგრამ ყინავს. გვცივა. საერთოდ არ ვიყავით მზად ამ ამინდისთვის. აი ეს არის ტბის შესასვლელი. 13 ფრანკი ღირს ერთი ადამიანის ბილეთი ტბაზე შესასვლელად. ძალიან მარტივი სისტემა არის. აპარატზე ვიყიდეთ ბილეთში და უცებ შევდივართ. რა სილამაზეში ვართ. აი ხერპატზე წინა გასასვლელი. ულამაზესია. ეხლა ქვებში გაივლიან. გარია. რამხელა პოტენციალი აქვს საქართველოს, რომ აი ასეთი პარკები იყოს, მოწესრიგებული პარკები, მაგრამ შუა ტყეში ესეთი ულამაზესი კოტეჯები დავხვდა. ეს მე მგონი კალმახი არის, იმიტომ რომ ძალიან გავს კალმახს, წერტილები აქვს. მოვედით ტბაზე, ეს რა ხდება? რა ლამაზი ტბა არის. როგორი ლურჯი ფერია. ლურჯი ტბაც ქვია იდეაში გერმანულად. ძალიან ლამაზი ტბა. ასეთი ლეგენდა არსებობს ამ ტბაზე, რომ გოგონამ დაკარგა საყვარელი ადამიანი, ყოველდღე მოდიოდა და ტიროდა, იქამდე სანამ გული არ გაუჩერდა და ამბობენ, რომ მისმა ცრემლებმა ასეთი შეფერილობა მისცა ამ ტბას. ტბის შემოგარენი არის ძალიან კარგად მოპირკეთებული, თუნდაც ეს კამები, რომელიც არის წამოსაწოლის კამები, პირდაპირ უყურო ტბის ხედს. საოცარი ხედია. აი შუა ტბაში არის ქალის მონუმენტი. ქალი, რომელიც ალბათ ტიროდა და მისმა ცრემლებმა მიაღებინა ამ ტბას ეს ფერი. უმაგრესი ადგილია. დღეს ყვირა ყველაფერი დაკეტილია და ვჭამთ რენდომ რაღაცებს. ღია ლიდლი ვიპოვე, არ ვიცი, ჩვენს ბედზე და ლიდლის რაღაცებს ვჭამთ. ესეც რაღაც პიცა ვჭამ და ყველაზე მეტად რაც მიყვარს კიტრის ჭნილი. ასევე მარიამა მენეჯერი შეიძინა, რა თქმა უნდა. მე შევიძინე ესეთი გემრიელი კოკა-კოლა და ასევე შევიძინეთ ბრეცელები. ინტერლაკენში ჩამოვედით, აი პარაპლანები დაფრინავენ, წეღან ძროხები იყვნენ ამ მინდორზე, ჩანაკიდეს იქით მხარეს. საპეფარშოში გვინდა ცუდად ვართ. ეს ერთი და ეს მეორე უკვე ჯდება. რა სილამაზეა. აქ ის ტიპატარა მატარებელია და ძალიან ლამაზი ქალაქია. მოკლედ ეს ქალაქი არის ორ ტბას შორის, როგორც საქართველო. ოღონდ საქართველო ორ ზღვას შორის არის.